მოგესალმებით. პალიფთემულო მაყურებლებო და მეგობრებო, მაპატიეთ. ავადმყოფობის გამო ვერ ავტვირთე ვიდეოები, რადგან ჯერ გასწრიდი დამემართა. ვიცი რა ჭამი ისეთი, მე საერთოდ ხილი ვარ ჭამაში. მე გავცივდი დამატებით. ამიტომ მე ვერ ვტვირთავდი ვიდეოებს, რადგან ვიწექი უმეტესწილად. არ ვიყავი კარგად. ახლა კი გაციება ხელს მიშლის, ამიტომ დავდე ფოტო. ჯერ ისეთ გაინტერესებს მე კატარაქტის ოპერაცია არ გამიკეთებია, რადგან ველოდები ჩარიცხვას დაფინანსებას. და დღეს მინდა შემოგთავაზოთ ელენა დანანის შემდეგი ახალი კოსმოსური ამბები. ეს ამ ვიდეოს მე ინტერნეტის გათიშვის შემდეგ, ამიტომ მოგესალმებით ყველას და ვიწყებ. დედამიწელებო, მოგესალმებით. 90-ე კოსმოსური ნაციების ახალი ამბების გამოშვებას. მაპატიეთ შემიშალა 90-ე კი არა, მე-80-ე. მე-80-ე ახალი ამბები. კოსმოსური ნაციების მე-80-ე ახალი ამბებით. მოგესალმებათ ელენა დანანი. და რა მინდა გთხოვოთ. საქმე იმაშია, რომ გაითვალისწინეთ, რომ მე ყველაფერი მაქვს განთავებული რუსულად. და მე თუ კითხვის დროს კითხულობ ისე, რომ თითქოს წერა კითხვა არ ვსწავლებია ჩვენთვის სკოლაში. ნუ მაყენებთ შეურაცხყოფას. არა, მეცინება თქვენ ნათქვამს, ისე თქვენ უნდა გაგიგოთ, რადგან მეც მასეთ რეაქცია მექნებოდა, მაგრამ დამატებით, რომ ყველაფერი რუსულად მაქვს დამთავრებული, მაქვს ცუდი მხედველობა, კატარაქტა. ამიტომ თუ მე რამე ამერია, კიდევ ერთხელ გეუბნებით, მე ყველაფერს ასეც ვაკეთებ იმისათვის, რომ ქართველებმა გაიგონ სინამდვილეში რა ხდება სოფლიოში და დედამიწის მიღმა, დედამიწის საზღვრებ მიღმა, რომ ჩვენ არა ვართ მარტო სამყაროში. და ბლაბატსკაიას მაგითով წერზე თარგმნი, რომ ხალხმა გაიგოს, კი ძალიან რთული გასაგებია გეთანხმებით. მაგრამ რადგან მე სხვა ვარიანტები არა მაქვს, მე რადგან არ მინდა ჩემი ხმით თქვენ შეგაწუხოთ, წერა დავიწყე და იმ ნაწილსაც კითხულობ ზოგჯერ, როდესაც წერ ჩაბნელებულად მეჩვენება ასოები, ამიტომ კითხულობ. და ძალიან გთხოვთ რა, თუ არ მოგდოთ, ნუ უსმენთ. ყველა სათითაოდ ხომ ვერ აგიხსნით მე თქვენ რა პრობლემები მაქვს. მაშ გავაგრძელოთ. ელენა დანანი ამბობს, რომ ჩვენ მივიღეთო მესიჯი გზავნილი შიდა მიწის წარმომადგენლისგანო, რომელმაც მოგვიყვა დედამიწის ბიძგზე და როგორ იმოქმედა ამან ვარსკვლავურ თესლებზე. ელენა დანანი ამბობს, რომ თქვენ ახლა წაგიყვანთო თანავარსკვლავად კამილია დანალისთან უბრალოდ გაგვაცნობს ამ თანავარსკვლავად კამელიას და გაგვაცნობს ძალიან საინტერესო კულტურას. მიწიერი ალიანსის მისია სატურნის პლანეტა სატურნის თანამგზავრზე, ტიტანიზე ბოლოსკენ მიდის. ის სრულდება ტიტანზე. ეს მისია დაიწყო 2 წლის უკან და იყო მიმართული სატურნის ზედა ატმოსფეროში განლაგებულ ქალაქების შესწავლას.
ხო, მაგის შემდეგ რაც ენკე პრინცი ენლი ვარი თქვა ვარსკვლავურ სისტემაში რაღაც მისიების, რაღაც დავალებების შესრულებისაგან თავი არის და თავისი მამის იმპერიის სახელით, მაგის შემდეგ რაც იდაბმა დაუბრუნა სატურნის სპეციალისტის გასაღები, დაუბრუნა სატურნს და მიტიერ ალიანსს ეს გასაღები, განხორციელდა მრავალი სამეცნიერო მისიები სატურნის შესწავლასთან დაკავშირებით. ადრე სატურნს ვერავინ უახლოვდებოდა. გალაქტიკური ფედერაციაც კი ვერ ბედავდა სატურნის შიდა რგოლთან მიახლოვებას, რადგან სატურნი დაპყრობილი იყო მარდუკით. მარდუკი, რომელიც ცნობილი იყო დედამიწაზე როგორც ლუციფერი, დაცემული ანგელოზის სახელწოდებით, იყო ძალიან ლამაზი და ძალიან ნათელი არსება. იოს პირველი შვილი, რომელიც ელირმა დაწყებლა და გამოიყენა თავისი მამის წინააღმდეგ. ეს ძალიან ტრაგიკული ისტორია, რომლის აღწერას მე ახლა არ ვაპირებო. ახლა სატურნი იმყოფება ადგილობრივი მთავარი ცივილიზაციის ხელში. დედამიწელების სეული ასე ქვია ცივილიზაციას, სეული დედამიწელების ხელში. ხო, ესე იგი დედამიწაზე რო ცხოვრობს ისეთი ადამიანების ცივილიზაცია, ოღონდ სახელწოდებით სეული. თუმცა სეულში არის ძალიან ბევრი კოლონია, სხვა ვარსკვლავური სისტემებიდან, რომლებიც დასახლდნენ ძველი დროიდან, მით უმეტეს ვენერაზე, მაგრამ ძველი ცივილიზაცია სეულში, ეს ყოფილა ადგილის დასახელება, ძველი ცივილიზაცია სეულში, ეს არის მიწა, დედამიწა. და ისინი ახლაც მართავენ ვარსკვლავურ სისტემას საიდუმლოდ, რადგან თქვენ ყველას გსმენიათ არტემიდის შეთანხმებაზე და იუპიტერის შეთანხმებაზე, რომელიც იყო დადებული 2020 წლის ივლისში, 14 რიცხვის ჩათვლით იუპიტერზე აშტარის კომპლექსში გადიოდა უნიშნელოვანი შეხვედრები. ეს იყო შეკრება დედამიწის მსხვილი კორპორაციების წარმომადგენლები და მიტიერი ალიანსის სამხედროელები, ყველა თეთრი ქუდები. ამან გამოიწვია გამარჯვება ვარსკვლავურ სისტემაში იმის შემდეგ, როდესაც მიტიერმა ალიანსმა გააგდო რეპტილიები, ბნელი ფლოტი და ნაბუ. ხო, ეს ყველაფერი ხდებოდა არტემიდის თანხმობის შექმნასთან ერთად, ხო, დადებასთან, არტემიდის თანხმობის დადებასთან ერთად პარალელურად. არტემიდის შეთანხმება კი თითქმის კი არა უდრის ახალ ფლოტს. ნამდვილი ვარსკვლავური ფლოტი უკვე შეიქმნა. ამჟამად მას ქვია არტემიდა და იმართება დედამიწის უმსხვილესი კორპორაციის წარმომადგენლებით, სამხედროელებით, მიტიერი ალიანსის წარმომადგენლებით და ასე შემდეგ, რომლებიც მუშაობენ თეთრ ქუდებთან და მონაწილეობდნენ იუპიტერის შეთანხმებაში, იუპიტერის შეთანხმების დადებაში. ხო, ვარსკვლავური ფლოტი არსებობს, მაგრამ მას არ ეწოდება ვარსკვლავური ფლოტი, არამედ ეწოდება არტემიდა. და ეს არის მიტიერი ალიანსი, რომელიც ნელა, მაგრამ ძლიერ ხსნის თავის საკუთარ თავს. მიტიერ ალიანსს აგრეთვე ყავს მარსიანული ალიანსი, რომელიც არის მიტიერი ალიანსის ნაწილი. ამ ალიანსების გარეშე ვარსკვლავური სისტემის განთავისუფლება იქნებოდა შეუძლებელი. ესე იგი, მიტიერი ალიანსის და მარსიანული ალიანსის დახმარებით, რომლებიც მალე გაერთიანდებიან ერთიან სულების ალიანსში. ეს ახლა დედამიწაზე არც ისე შესამჩნევია, რადგან
ჭრილოვან სახელმწიფოს აქვს კიდევ ჯერ დარჩენილი გავლენა და ცდილობს თავისი დარჩენილი გავლენა მოახდინოს დედამიწაზე. დიდი ხნის განმავლობაში თქვენ გატყუებდა მედია, გატყუებდნენ ჯაშუშური სააგენტოები და ცდილობდნენ თქვენთვის დაეჯერებინათ რეალობა მაგდაგვარია. მაგრამ სინამდვილეში რეალობა არის სულ სხვა. უნდა დაარწმუნონ დედამიწელები, რომ გალაქტიკური ფედერაცია არის კაცობრიობის წინააღმდეგ, რომ რეპტილიები და რუხები ჯერ კიდევ არიან დედამიწაზე. ეს კეთდება ყველაფერი იმით, რომ თქვენ იმედი დაკარგოთ. სიმართლე კი შედგება იმაში, რომ ნეგატიური უცხოპლანეტელები იყო განდევნილი დედამიწიდან 2021-2022 წლებში. მე მინდა თქვენ გადმოგცეთ ინფორმაცია, რომელიც მივიღე ტარანი ერიდიონისგან. მე დავუბრუნდები მისიას ტიტანზე, უბრალოდ ეს მისია იქნა გაუქმებული ტიტანზე. მეცნიერებმა არქეოლოგებმა დაამთავრეს თავისი გამოკვლევა ქალაქებისა, რომლებიც იყო განლაგებული სატურნის ზედაატმოსფეროში. ეს ქალაქები იყო აშენებული მათ მიერ, ვისაც ჩვენ უწოდებთ არქიტექტორებად. ეს ქალაქები, რომლებიც განლაგებულია სატურნზე, ფლობენ ძალიან რაღაცა უცნაური თვისებებით. ისინი არიან ანტიგრავიტაციულები, ეს იმას ნიშნავს, რომ მათ შეუძლიათ თავის თავზე, ეს ქალაქები ხომ ხარჯში დაფრინავენ და ის პლატფორმები, რომლებზეც არის ეს ქალაქები აშენებული, ამათ შეუძლია ნებისმიერი რამე თავის თავზე, თავის პლატფორმაზე გაიჩეროს. მათ არ აქვს მასა, ეს ისეთი მასალაა, რომელიც შექმნეს არქიტექტორებმა და ეს მასალები დაბრუნდა დედამიწაზე ერთ-ერთი სახლის ლაბორატორიაში. იყო, ესე იგი, მთვარეზე იყო გაგზავნილი რამდენიმე ნიმუში, რომელიც იმყოფება, ანუ მთვარე იმყოფება მიწიერი ალიანსის ხელში. იქ ხდება ბევრი რამე, სამედიცინო ლოგინების შექმნიდან და ასე შემდეგ. და ახლა მთვარიდან ნიმუშები გაიგზავნება დედამიწაზე მათ გამოსაყენებლად. და ეს ნიმუშები ამ მასალებისგან გააკეთებენ, შექმნიან სამშენებლო მასალებს, რომელსაც ექნება ანტიგრავიტაციული თვისებები და ამის შესახებ თქვენ გაიგებთ ახალ ამბებში. მიწიერი ალიანსი მჭიდროდ თანამშრომლობს გალაქტიკურ გაერთიანებულ ალიანსთან და არის გალაქტიკური გაერთიანებული ალიანსი. ეს არის ნუაროში ყველა მსხვილი კორპორაციების გაერთიანება, გალაქტიკური სამყაროების ვერსია, ანარქიის იმპერია, ანდრომედის საბჭო და ასე შემდეგ. დედამიწის ალიანსი თავიდანვე თანამშრომლობდა აშტარის მეთაურობასთან, რომელიც არის დაქირავებული ორგანიზაცია, რომელიც არის სამხედრო ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს მრავალ პოზიტიურ ორგანიზაციებზე და აგრეთვე გალაქტიკური სამყაროების ვერსიებზე. ხო არის გალაქტიკური სამყაროები რამდენიმენაირი და ამ პოზიტიურ სამყაროებზეც თანამშრომლობს, სამყაროებთან თანამშრომლობს უბრალოდ. NASA-მ გაუშვა ის 2024 წელს 14 ოქტომბერს ეს არის მისია NASA ევროპა ჰიპერი, რომელიც უნდა მოვიდეს მთვარე ევროპაზე 2030 წელს. ამჟამად მთვარე ევროპაზე არის ადამიანების კოლონია, არსებობს ადამიანების კოლონია და ეს ადამიანები, რომლებიც მოვიდა ყველა მხრიდან, გალაქტიკის ყველა მხრიდან, ყველა სისტემებიდან, ზათარიან შეხვდნენ მისია კლიპებს თავისებურად. ელარტებს აქვს დიდი კოლონია, ელარტები არიან ადამიანები ფრინველის გენეტიკით, მათ აქვთ ბუმბული, ისინი არიან ჰუმანოიდები ფრთებით, ისინი ძალიან ლამაზები არიან და ამ ალატელებს აქვთ კოლონია ევროპაზე და ისინი არიან თავისუფალი ცივილიზაცია, დამოუკიდებელი ცივილიზაცია, რადგან არიან კედრების წარმომადგენლები
ევროპაზე ძალიან ბევრი სიცოცხლეა. იქ ძალიან ბევრი ოკეანებია და ამ ოკეანებში არის საჩვენებული ქალაქები, სადაც დაარსებულია კოლონიები. აგრეთვე ძალიან უხვი ოკეანეს სიცოცხლეა, როგორც ნეპტუნზე. ეს მისია უნდა მივიდეს დანიშნულ ადგილამდე 2030 წლისთვის. ესე იგი, პირველი კონტაქტის შემდეგ, ან პარალელურად ამ პირველი კონტაქტისა, პირველი კონტაქტის თარიღი არავინ იცის, ეს იმაზეა დამოკიდებული თუ როგორ იბრძოლის კაცობრიობა ამ დღისთვის. მარზე მიდის ტერაფორმირება და ამ ტერაფორმირებით დაკავებულია მიწიერი ალიანსი, მაგრამ უფრო galaktikuri სამყაროების ვერსია, რომლებსაც იქ აქვენ კოლონიები, ბაზი, დაფა ცენტავრა, CO და სხვა. ესე იგი, ახლა მიდის სამუშაოები მარსის ატმოსფეროს აღდგენასთან დაკავშირებით. ესე იგი, ატმოსფერო აღდგება იმ დონემდე, რა დონეზე იყო ის, სანამ მეხუთე პლანეტა გაანადგურებდა მარსის ატმოსფეროს. კი, ახლა ატმოსფერო დარჩენილია რაღაც დონით მარსზე, მაგრამ ის უნდა აღდგეს იმ დონემდე, რა დონეზეც იყო განადგურებამდე. მარსის ატმოსფერო გავდა მიწიერ ატმოსფეროს დიდი ხნის უკან და მარსი იყო დედამიწის და დიდი ხნის უკან. მარსი განთავისუფლდა 2021 წელს. რეპტილოიდები, სიკა იმპერიისა და ბნელი ფლოტი მეტი არ აკონტროლებენ პლანეტა მარსს. ჩრდილოვანი სახელმწიფო აკეთებს ყველაფერს, რომ პირველი კონტაქტი გადადოს. ისინი ვნებიან ხალხს, რომ galaktikuri ფედერაცია არის კაცობრიობის მიტერი. ამათ არ უნდათ, რომ დედამიწელები დაუმეგობრდნენ ფედერაციას. ბნელი ფლოტი გაერთიანდა ნორდიკებთან ალქსიონიდან. ცნობილია, რომ ეს ნორდიკები არ იყვნენ კარგები. მათი გარჩევა სხვა ნორდიკული არსებებისგან ძალიან რთულია, რადგან ისინი გაბარიან მიწიერ ადამიანებს. ყველა მიწის, ვისაც ყავს ხომალდეები, თავარი დირექტივა ჩატყობილია ამ ხომალდეებში და არიან ისეთი კონტაქტორები, რომლებსაც გაუგონიათ, იციან ამ თავარი დირექტივების შესახებ. უილიამ ტომკინსი მე მგონი მაგასთან დაკავშირებით მაქვს ვიდეო, არ ვიცი რამდენი, 1 თუ 2 დადებული. უილიამ ტომკინსი თანამშრომლობდა ამ galaktikuri სამყაროებთან, სხვადასხვა პროგრამებთან დაკავშირებით, მაგალითად ზის დაცვის შექმნასთან დაკავშირებით, ასე რომ მაგათმა უკვე იცოდნენ თავარ დირექტივაზე. ეს თავარი დირექტივა დაფუძნებულია კოსმოსურ რევოლუციაზე. ანუნაკებს, ანუ აქვს თავისი კანონები, მათ ქვია დაეკურა. ინტერპრეტაცია შეიძლება იყოს მრავალი, მაგრამ ეს ერთ-იგივე წესებია და იგივე ეთიკის პრინციპებია, რომლებიც პატივცემენ ევოლუციას. იმპერია დიანუ არის თანავარსკვლავიდან, დიანუს სხვა galaktikიდან, პარალელური სამყაროდან. ეშტო ჩვენთან მოვიდა თანავარსკვლავედი ბუდას გავლით, უბრალოდ აქტურის ქარიშხალის გავლით, არახნარა, როგორც ისინი მათ უწოდებდნენ. ჯერ ისინი დასახლდნენ აქტურის ვარსკვლავურ სისტემაში, შემდეგ მის ახლომახლო სისტემებში. ის შევიდა ვარსკვლავური სისტემების სხვა სერიებში, სხვა განშტოებები შეიქმნა. დიახ, და მათ ყავთ იმპერატორი აუნ. ეს ძალიან ძველი იმპერია. ოდესღაც მათ ყავდათ 3 იმპერია, 3 მეოთხედი galaktikisa და ის დასუსტა იმის შემდეგ, რაც ხელისუფლებაში მოვიდნენ სიკა, იმპერია სიკა. ნებუ გრეისი სახელმწიფო ავნუ დასლაბდა, დასუსტა. ანუ შეისწავლა თავისი გაკვეთილები, ის გახდა უქტავი. ბერიქს მენიან ალბათ პლანეტა ნიბირუზე. ნიბირუ არის კიდევ ხომალდი, რომელიც იმალება იუპიტერის ზედა ატმოსფეროში, რადგან მას უყვარს განმარტოვება. იქ თქვენ ვერანაირ ეგნახავთ, რადგან ის არის ძალიან ბნელი ადგილი.
ეს ნიბირო, რომელიც იმალება იუპიტერის ატმოსფეროში არ არის, ბოდიალა პლანეტა. ეს არის უბრალოდ ხომალდი. ის რასაც ხალხი აღიქვამდა მობოდიალე პლანეტა, არის კიდევ მეორე მასეთი ხომალდი, რომელსაც იო მართავდა ამ ხომალდს და იო მაგასაც უწოდებდა ნიბირუს. თავის ხომალდსაც უწოდებდა ნიბირუს. ასე რომ არსებობს თურმე ორი ხომალდი ნიბირო, ერთი პლანეტა. სამი ნიბირო ალბათ, ხო? მარდუკი იყო სამხედრო სატურნზე, ლეო კი იყო რა, მაგრამ ის არ იყო რა, ნამდვილი რა, და მას არ ჰქონდა ხელისუფლება. ის იყო გენეტიკოსი, დედამიწის დამკვირვებელი რაღაც დროის განმავლობაში. ია, მას არ აქვს მეტი ტიტული ენესკა. ის სატურია ან სატრა. ის პრინცია. სატი ან სატუ ნიშნავს პრინცს. სატურა იმპერიის პრინცი და მან თავის საკუთარი თავი დაუთმო მშვიდობის დამყარებას. მან მოიტანა ადამის ორიგინალური ნიმუშები, რომ კაცობრიობას დაეხმაროს, შეცვალოს ის დარღვევები, რაც იყო მიყენებული შეგნებულად. ლილმა და მისმა გუნდმა შეცვალა კაცობრიობის გენეტიკა, რისი გაკეთება მას არასდროს უნდოდა და აქტივირება გაუკეთა მათ და შექმნა ადამი და ევა. ადო და ხაბო, მაგრამ ეს უკვე სხვა ისტორია. არის ოტარა, ცივილიზაცია ოტარა, რომელიც ჯერ კიდევ ებღაუჭება თავის ტახტს. ანუს ბრძანებები ცდება იმპერიის ყველა კუთხეში. ეს იმპერია, რომელიც მუშაობს კასტების სისტემის მიხედვით. მეფურ ოჯახს აქვს თავისებური სისხლი, სპილენძის ფერი და ლურჯი ფერის სისხლი და მათ აგრეთვე ყავთ სხვადასხვა რასა. არიმები არ არიან ერთი რასა. არიმები არიან რასების ნარევი. ისინი არიან როგორც galaktikuri სამყაროების ფედერაცია, როგორც მეჯგალაქტიკური კონფედერაცია. იაკიმის ხალხი ეკუთვნის მართვად კლასს. საბჭო არ არსებობს. თქვენ ვერ გაიგებთ ნიბირუს საბჭოზე, რადგან არ არსებობს. ეს საბჭოები არის კონტრრაზედკის მოგონება, მოგონილი უბრალოდ. ანუს ბრძანებები ვრცელდება მინისტრის დახმარებით. მათთან ერთად არის იშკუ. მე თქვენ გიყვებოდით იშკუზეო, ამბობს ელენა დანანი, მაგრამ მე არ მახსოვს. ხო, ეს მინისტრების გარდა მათ ყავთ კიდე მრჩევლები, რომლებიც აძლევენ რჩევას ანუს პირდაპირ. გარშემო არის ძალიან ბევრი დეზინფორმაცია, ის არავის არ გადაარჩენს. მის ერთ-ერთი სურვილია თქვენ გაიგოთ, როგორ შეიძლება დაეხმაროთ თქვენ თავს, თქვენ თვითონ გადაარჩენთ. ის ერთ-ერთი სურვილია კაცობრიობა აამაღლოს. მას უნდა განახოთ თქვენი ძლიერი მხარე. ახლა კი მე თქვენ გპატიჟებთ თანავარსკვლავედ კამილია პარდალიზე და ადამიანები, რომლებსაც თქვენი შეხვდებით, ძალიან გაგაკვირვებენ. მიესალმეთ ლერბა არკიც და ამაზე შეწყდა ვიდეო. დროებით.